მონაწილეობა მიიღო ამ მეტად მნიშვნელოვან ცერემონიას. თბილისი 2015 წელს და გამოფენის მოწყობა წიგნის სახლი გახდიორზე. Yağmışlar bana biz გამოვლინდა 8 ნომინანტი და აგრეთვე ერთი სპეციალური პრიზი. ვფიქრობ, რომ საინტერესო ტრადიციას უნდა ჩაეყაროს ამით საფუძველი. ჩვენ მომსწრეები ვართ ერთ-ერთი ლამაზი დღისა, რომლითაც დაგვირგვინდა ჩვენი ქალაქის დღესასწაული და ვფიქრობ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გაფართოვდება ნომინაციები და კიდევ უფრო მეტი იქნება ჩართულობა ჩვენი მოსახლეობის. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ამ კონკურსმა, რომელიც წელს პირველად ტარდება, წარმატებით ჩაიარა და სწორედ ეს გახდა გარანტია იმისა, რომ ყოველწლიურად ტრადიციულად ჩვენი დედაქალაქი ჩაატარებს კონკურსს თბილისში. ჩვენ ველოდებით იმას, რომ წლიდან წლამდე კიდევ უფრო მასშტაბური იქნება ეს კონკურსი და რაც შეიძლება მეტი ხელოვანი მიიღებს მასში მონაწილეობას. უნდა ითქვას, რომ კონკურსი თბილისის მიზანი არის мотивация მოახდინოს, სტიმულირება მოახდინოს ხელოვნების განვითარებისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე ვარ დღეს ამ საღამოს მონაწილე. ვარ იმ საკრებულოს წევრი, რომელმაც მიიღო შესანიშნავი გადაწყვეტილება და მე პირადად მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ გიორგი ალიბეკაშვილს, ქალბატონ თამარ თალიაშვილს ამ საინტერესო და მეტად მნიშვნელოვან მოწვევებს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ საღამოს ორგანიზატორებს, თბილისის საკრებულოს. ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო პროზაში და გაამართლა. ძირითადად პოეზიაში ვმუშაობ და ზოგადად ძალიან სასიამოვნოა, როცა ხელოვან ადამიანს ყურადღებას აქცევენ, რასაც დღეს არა მარტო მწერლობა, ზოგადად ხელოვნება ნამდვილად მოკლებულია. მე ძალიან გახარებული ვარ, ცოტა მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ერთადერთი ნაშრომით გავიმარჯვე პროზაში, რაც მაქვს და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა ამ საღამოს ორგანიზატორებს გადაუხადო.